2026 წლის ზოგად პროგნოზზე მინდა კიდევ უფრო დეტალური ვიდეო გავაკეთო. სანამ დავიწყებ უშუალოდ ახლა ასპექტების გარჩევას, ერთი იცოდეთ, რომ ცნება ტრანზიტები, მაგალითად, ხო, როცა ზოდიაქოს ნიშნებზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან მინიმალური ზედაპირული შტრიხები, იმიტომ რომ პირად რუკაში რა ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს განსაზღვრავს ადამიანის ინდივიდუალურად და ყოველი ადამიანის ბედს და არა მხოლოდ მზის მდებარეობას. ხშირად ვინც ვერ ერგვა მაგალითად პირად რუკაში, გონიათ რომ მთლიანად მთელი ასტროლოგია ეს არის მარტო ზოდიაქო, ეს არის მზის ნიშანი. და რა ვიდეოც არ უნდა დაიდოს, მაგალითად გონიათ ხოლმე ზოგჯერ რომ მათ ზოდიაქოზე არის საუბარი. სინამდვილეში ვიცით ახლა ვინც მომყვებით რთულ ვეძელი ამ არხზე, რომ პირად რუკაში უამრავი კომბინაციაა. პლანეტები ნიშნებში, პლანეტები სახლებში, მათი ასპექტები, მთელი ინფორმაციას გვაძლევს უკვე ადამიანზე და ტრანზიტებიც ცაში რა ხდება ჩვენ რუკაზე რო იდება და ეს კიდევ სხვადასხვა პროგნოზირების მეთოდებში უნდა გადამოწმდეს, სრულ სურათს რეალურად ეს გვაძლევს. ანუ საკმაოდ სიღრმისეული არის აქ ადამიანის ბედი, რომ ვნახოთ ეხლა რა ხდება მის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, როცა ახლა ზოდიაქოზე ვსაუბრობთ, ასეთივე ფრაგმენტული იქნება გარკვეულწილად ეხლა რაზეც ლაპარაკობთ, ხო? მზის მიხედვით. თუმცა მზე არ არის პატარა ნაწილი ჩვენ რუკაში, ეს არის ადამიანის იდენტობა, ადამიანის ეგო, ჯანმრთელობაც ასევე სხვათა შორის, იმიტომ რომ ამტანობას, გამძლეობას ასევე მზე იძლევა. და ცნობიერებასაც მზე იძლევა გარკვეულწილად, არა მერკური ინტელექტი, არამედ ცნობიერება. მე რა მინდა და მე როგორ შემიძლია ამის მიღწევა, აი ეს მზესთან არის ჩვენთან დაკავშირებული. ასევე მამაკაცური ფიგურები ან ავტორიტეტული ფიგურები ხოლმე ყოველთვის მზესთან არის დაკავშირებული.